მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოკითხვას, მე თამარ კვარაცხელია ვარ. გვან საყუფარაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა, მას განზრახ მკვლელობის მცდელობით 5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა და 5 წლით პირობითი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა საყუფარაძე ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს. დღეს გადაცემაში მოვისმენთ თქვენს დამოკიდებულებას. იყო თუ არა სამართლიანი გამოტანილი განაჩენი, რომელიც 14 წლის გვან საყუფარაძეს გამოუტანეს, რამდენიმე წუთში ეთერში ვბრუნდებით. სასჯელი ხსრულების ქალთა დაწესებულებიდან დღეს პატიმარი გვან საყუფარაძე გათავისუფლდა, მის გათავისუფლებას სასჯელი ხსრულების დაწესებულებასთან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ოჯახის წევრები და ახლობლები ელოდნენ. როგორც გვან საყუფარაძემ განაცხადა, ისწავლას უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელებს, სადაც პატიმრობის დროს ჩააბარა. ამბობს, რომ 5 წელი საპატიმროში უსამართლოდ გაატარა და იმედი აქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო მისი უდანაშაულობის საკითხს დაადასტურებს. გვან საყუფარაძემ 5 წლიანი სასჯელი პატიმრობაში მოიხადა და 5 წლით პირობითი პატიმრობა აქვს მისჯილი. საქმე ეხება 2006 წლის 14 ნოემბერს მომხდარ დანაშაულს გლდანი ნაძალადების რაიონში ნომერ მე-12 სკოლის ტერიტორიაზე, სადაც გვან საყუფარაძის თანაკლასელი თორნიკე ტყემალაძე დაიჭრა. ყუფარაძეს ბრალად თორნიკე ტყემალაძის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა წაუყენეს. მათ დანაშაული არ აღიარა და განაცხადა, რომ ტყემალაძე მის თვალწინ უცნობმა პირებმა დაჭრეს. თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სიმართლის დადგენა ვერ მოხერხდა, ვინაიდან ხელისუფლების წარმომადგენლები, კონკრეტულად კოტე კუბლაშვილი დაზარალებულ ტყემალაძეს მფარველობდა. მობილურებთან დაკავშირებით ახალგაზრდებში მიმდინარეობდა საქმის გარჩევა. ტყემალაძე დამნაშავე იყო ამ საქმეში და მას არ უნდოდა სიმართლის დადგენა, თავდამსხმელი ბიჭების დასახელება. აქედან გამომდინარე დაასახელეს გვან საყუფარაძე, რომელიც შეესწრო აღნიშნულ ინციდენტს, აღნიშნა წულუკიანმა. მე შეგახსენებთ, რომ გადაცემის მეორე ნაწილში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრებს გვან საყუფარაძის მამა ალექსანდრე ყუფარაძე, თუმცა მანამდე ღია ეთერი გეთმობათ თქვენ. 217-994 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი, გამოკითხვა წერტილი-G არის ჩვენი ვებგვერდის მისამართი. იყო თუ არა სამართლიანი გვან საყუფარაძისთვის გამოტანილი განაჩენი და მაყურებელია პირდაპირ ეთერში გისმენთ. ალო. გამარჯობა. გამარჯობათ. რომელი ამათი კანონიერი გადაწყვეტილება სამართლიანი ერთი გამაგებინეთ. 2005-6 წლებში ნულოვანი ტოლერანტობა რო გამოაცხადა ჩვენმა საამაყო პრეზიდენტმა, ჩვენმა შვილებმა მოიხადეს იქ 6-7 წელი და პირობითები კი გქონდათ კიდევ. ვისაც პირობითი ქონდა იქ 14-15 წლის ბავშვები, ისე უკან შეაბრუნეს, გამოუშვეს, მოიხადეს იმათ ერთი დღეს კი არ უპატიებია ამ მთავრობას, გამოვიდა პირობითიანები, ისე უკან შეაბრუნეს ის არასრულწლოვანები. გასაგებია თქვენი განწყობა. მადლობა ზარისთვის. 237-994 არის ჩვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. მოვისმინოთ შემდეგი მაყურებლის მოსაზრება. გისმენთ. იყო თუ არა სამართლიანი გვან საყუფარაძისთვის გამოტანილი განაჩენი, გისმენთ. არ ამგონია შვილო, ეს სამართლიანი იყოს, არ ამგონია. აი ეს არის ჩვენი სასამართლო, ჩვენი კუბლაშვილები, ჩვენი ბედნიერი ქვეყანა. არ ამგონია მაგოგოს რაღაცა ისეთი ჩაედინოს მკვლელობა და ისა დაჭრები და რაღაცები და 5 წელი მიუსაჯეს 14 წლის ბავშვს, ხო? როგორ შეიძლება ეს ქვეყანა არის, არ არის ქვეყანა ეს არა. გასაგებია. დალაგდება, როდის იქნება მოვესწრები, ნეტა მოვესწრო მაგას რა. მიღებულია თქვენი მოსაზრება, მადლობა ზარისთვის. საინტერესოა, რას ფიქრობ შემდეგი მაყურებელი, გისმენთ, ეთერში ხართ. ალო. გამარჯობა. გამარჯობათ. როგორ შეიძლება სამართლიანი იყოს, როცა ამდენი გვაქვს ამ გოგოზე წაკითხვა, მე საერთოდ არ ვიცნობ, მე როცა ნაფის საძულებზე იყო საუბარი, მაშინაც გამოგეხმიანა თუ ახსენე ყუფარაძე. აი დღესაც გეუბნებით, რომ როგორ შეიძლება 9 იარაღით მიაყენოს ერთმა ლაწირაკმა მოკაცრავად ამ სიტყვაზე გოგონამ თავის თანატოლს, რომელიც დაბმული ყავდა, თუ როგორ იყო და იმის არავინ გამოხმაურებია იმ სტატიებს, რაც იწერებოდა იმათი მხრიდან. ნეტა იმის დედა დამანახა, ვინაი ტყემალაძეა თუ მჟავანაძეა. აი იმის დედა დამანახა, რას ფიქრობს, რისი ეშინია, ვისი შვილები იყვნენ ისინი. აი იმას როდესმე აეხდება ფარდა და ვის აფარებდნენ ხელს. გასაგებია. კუბლაშვილები და თავიანთი მაიმუნები და ოხრე. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. იყო თუ არა სამართლიანი გვან საყუფარაძისთვის გამოტანილი განაჩენი. მოვისმინოთ შემდეგი მაყურებლის მოსაზრება. გისმენთ. გამარჯობა. ალო. ბრძანეთ. გამარჯობათ.
ნამდვილად არ იყო კანონიერი და საერთოდ არ იყო ეს ბავშვი დამნაშავე. მართალი თქვა წინა გამომსვლელებმა, რომ ეს ბავშვი, მაგრამ ამ ხელისუფლების შემხედვარე ჩვენ ყველა პატიმარი ვართ. და ხვალ არავინ არ იცის ვის რა დაემართება. მადლობა ზარისთვის, მე შეგახსენებთ ინტერნეტ მონაცემებს. ამ დროისთვის სულ შემოსული არის 53 ხმა. 72% მიიჩნევს, რომ განსაყოფარაძისთვის გამოტანილი განაჩენი სამართლიანი არ არის. 13% მიიჩნევს, რომ სამართლიანია, ასევე 13%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს. როგორ ფიქრობთ თქვენ, გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება პირდაპირ ეთერში? მაყურებელია ხაზა გისმენთ. სამშვიდობისად. ისეთივე სამართლიანი იყო, რა სამართლიანიც იყო ზურაბ ვაძაგაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი და სანდრო გირგულიანის საწყალი ამირანობა კიდე და ასე შემდეგ. საერთოდ სამართალი ვიდრე ეგრეთ წოდებული მიშას ფესვები მიწაში იქნება, სამართალი საქართველოში ყოველ შემთხვევაში არ იქნება. ვიდრე ფესვი ექნება მიწაში. ერთი ფესვიც რო დარჩეს, მაინც ფესვიდან მამა მოდის. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. მამა ხდება. მადლობა ზარისთვის, იყო თუ არა სამართლიანი განსაყოფარაძისთვის გამოტანილი განაჩენი, შემდეგი მაყურებელია ხაზა გისმენთ. გამარჯობა. ალო. ეთერში ხართ ბრძანეთ. ნუ ხა ყველაზე დიდი ის უსამართლობა ალბათ ნუ ტკივილი საერთოდ ჩვენი ქვეყნის. ეს გოგონა იყო ამ გოგონაზე რამოდენიმეჯერ გადაცემა ადვოკატი გამოდიოდა. რაღაცა სიფრიფანა გოგო. ეხა აი ნივარუჟონიმ глазом რუსები რო იტყვიან, არ არის იქ საჭირო კრიმინალისტი იყო და ექსპერტი იყო, რომ დერავით არ შემთხვევაში ის ბიჭი ტანმაღალი, კაი ჯანიანი ბიჭი ვერ მიაყენებდა ფიზიკურად აი ნებისმიერი დილეტანტი, რომელიც საერთოდ არ ერკვევა იურისპრუდენციაში, ის გამოიტანს განაჩენს, რომ ფიზიკურად ამის გაკეთება იყო შეუძლებელი და ამით ჩვენ ხალხს მით რას გვეუბნებიან, რომ ჩვენ საერთოდ არაფერს არ წარმოვადგენთ საზოგადოება, რასაც უნდა იმას აკეთებენ. გრიალი, შტრიალი, ფრიალი, ახალი რაღაც დაპირებები და უსმენთ ამ დაპირებებს და უსმენთ და უსასრულობისკენ მივდივართ, ეს უსასრულობა გადავიჩეხებით მერე სულ. გასაგებია, მადლობა ზარისთვის, მე შეგახსენებთ, რომ 5 წლიანი პატიმრობის შემდეგ განსაყოფარაძე თავისუფალია, მას თანატოლისთვის განზრახ-მკვლელობის მცდელობა ედება. ბრალად, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა, იყო თუ არა სამართლიანი განსაყოფარაძისთვის გამოტანილი განაჩენი 2317 არის ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. მოვისმინოთ შემდეგი მაყურებლის მოსაზრება, რომელიც უკვე ეთერშია. ალო, ამ ქვეყანას რო ეყოლება ზურაბ გურასპაშვილი და ირაკლი გულედავას-ნაირი პროკურორები, კარგს არაფერს არ უნდა ველოდოთ. წაუყვანიათ 22 წლის ბიჭები დაუსვიათ პროკურორებად, არაფერი რო არ იციან. კაცმა რომელმაც 4 წელიწადია წარმოიდგინეს წაიყვანა მანქანა მოტყუილებით და ისინი გასაგებია, რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ კითხვას, გაქვთ თუ არა პასუხი? ამ ქვეყანაში არაფერი არ არის გასაგები. გასაგებია თქვენი განწყობა, მადლობა ზარისთვის, მოვისმინოთ შემდეგი მაყურებლის მოსაზრება გისმენთ. იყო თუ არა სამართლიანი განსაყოფარაძისთვის გამოტანილი განაჩენი, როგორ ფიქრობთ? ეთერში ხართ ბრძანეთ. 2317 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი, იაქტიურეთ, გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება. მაყურებელია პირდაპირ ეთერში გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა ქალბატონო. დიახ. გესმით ჩემი ხმა? ეთერში ხართ ბრძანეთ. ქალბატონო, იცით რა? მე არ ვიცი ამ საქმეს მიმართებაში, ესე ჩაუხედავად ვერ ვიტყვი მტყვანია თუ მართალია ზოგონა, მაგრამ ეჭვისებობს იძლევა თვითონ სასამართლო სისტემის უსამართლობა ჩვენს ქვეყანაში. ამ გოგონას შემდგომი ცხოვრება დაგვანახავს. როგორია იგი, როგორია მისი სახე, მაგრამ თუ იგი მართლა უდანაშაულოა და მე ვთვლი რომ ალბათ უდანაშაულოა, ღმერთის როგორ არის შინიათ იმ ბავშვის დედებს, რა მოუმზადეს სამომავლოდ თავიანთ შვილებს და ის რა მამაკაცები იქნებიან შემდგომში ის ბიჭები, რომლებმაც ეს ფიზისტოლა ბავშვი გასწირეს, თუ იგი მართლა უდანაშაულოა ციხესთვის. ამაზე დაგეცეთ ჯერ იმ ბიჭის დედები, რას უმზადებენ თავიანთ შვილებს სამომავლოდ. ანუ თქვენ არ იცნობთ საქმეს და შესაბამისად ამ ეტაპზე კითხვაზე პასუხი არ გაქვთ. ვიცნობ და არ მინდათ, მაგრამ მე რაც მესმის ამ გოგონას შესახებ, ხო? რაც მესმის ამ გოგონას შესახებ, შვილიშვილს გეფიცებით, იმდენად მტკივა, იმდენად მაწუხებს, 1000 ჯერ მიფიქრია.
1000-ჯერ მიფიქრე ამ ბავშვზე და მე დარწმუნებული ვარ რომ იგი თავის სახით სამომავლოდ დაანახებს საზოგადოებას, მაგრამ ისინი საზოგადოების როგორი წევრები და მამაკაცები გაიზრდებიან, ბავშვებს რატომ არ იხსნათ რომ გარეგნები გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის 2379994 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. იყო თუ არა სამართლიანი გვანცა ყუფარაძისთვის გამოტანილი განაჩენი მაყურებელია ხაზზე გისმენთ. ეთერში ხართ ბრძანეთ. ალო. მოგესალმებით. გამარჯობათ. დიახ. მე მაინტერესებს იმ მოსამართლის სახე, ვინც ეს ბავშვი გაასამართლა. განა თვითონ არ აყავს შვილი, შეიძლება ყველაფერი დააყენო შენ თავზე მაღლა. რაღაცა წმინდა ხო უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაზე. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. მე შეგახსენებთ ინტერნეტ მონაცემებს. ამ დროისთვის სულ შემოსული არის 52 ხმა. 75% მიიჩნევს, რომ გვანცა ყუფარაძისთვის გამოტანილი განაჩენი უსამართლოა. 13% მიიჩნევს, რომ სამართლიანია, 11%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს. გამოკითხვა რამდენიმე წუთში დაბრუნდება პირდაპირ ეთერში. გამოკითხვა პირდაპირ ეთერში ბრუნდება შეგახსენებთ 5 წლიანი პატიმრობის შემდეგ გვანცა ყუფარაძე თავისუფალია მას თანატოლიის განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად. ყუფარაძე ბრალს არ აღიარებს, საქმე სტრასბურგის სასამართლო განიხილავს. თქვენი მოსაზრებით იყო თუ არა სამართლიანი გვანცა ყუფარაძისთვის გამოტანილი განაჩენი 2379994 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. იაქტიურად გაგვაცენით თქვენი მოსაზრება პირდაპირ ეთერში. მაყურებელია ხაზზე გისმენთ. მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობათ. ძალიან ცული განაჩენია, მაგრამ იცით რა არის? ნუ თუ ბავშვმა მან არ იცოდა ვინ დააშავა ეს, რატო დააფარა ხელი? ეს ერთი. მეორე ის რომ თვითონ ის ვაჟკაცები, რომელიც ქართველები უნდა გაიზარდნენ და არ შეარწყვნენ საქართველოს, ეს კი ფაქტია. მაგრამ მე მაყოფილი ვარ შინაგან საქმეთა სამინისტროს შვენია კარგად დავდივარ ქუჩაში არ მეშინია სასამართლო მე თვითონ პატიმრის დედა ვარ მართლაც ვიცი რომ ბევრი უსამართლობა მაგრამ ქუჩაში მე არავის არ აუყვანი ვარ თუ რამე ეჭვი არ ეკნებათ მე ამის მჯერავს გასაგებია მადლობა ზარისთვის მოვისმინოთ შემდეგი მაყურებლის მოსაზრება გისმენთ გამარჯობა ეთერში ხართ. მოგესალმებით. ეხლა მაყურებლებს რო გვეკითხებით, ჩვენ ხომ არ ვიცით ეს ღრმად საქმის მასალები. 4 წლის განმავლობაში აღნიშნული საქმე შუქდებოდა ჩვენ საინფორმაციო გამოშვებებში შესაბამისად მაყურებელი ასეთი შუქდებოდა ხომ არა გამომძიებლები ხომ არა ვარ ჩვენ რომ დავადგინო. ამას იოლად დაადგენს სტრასბურგის სასამართლო. ძალიან იოლია ამისი გამოძიება თუ ნება იქნება. გასაგებია თქვენი მოსაზრება. მადლობა ზარისთვის 2379994 არის ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. გამოკითხვა წერტილი გი არის ჩვენი ვებგვერდის მისამართი. მოვისმინოთ შემდეგი მაყურებლის მოსაზრება. ეთერში ხართ, გამარჯობა. გამარჯობათ. გისმენთ. ეთერში ვარ, ხო? ეთერში ხართ, ბრძანეთ. იცით რაშია თამუნა საქმე? მე ამ სასამართლო პროცესს ვადევნებდი თვალყურს მთელი 4 წლის განმავლობაში. ეს ჩემი პირადი ეს არის არასამართლიანად მოქცეული. აი უსამართლოდ გამოტანილი სამართლო განაჩენი. როგორ ფიქრობთ? აი ხო არ ვიცი ეს გოგონა ვინ იყო არა? აი ისე განმიცდიდი ამბავშის ამბავს და დღეს თქვენი ეთერით რო ვნახე ამის განთავისუფლება. მე რა ვფიქრობ, იცი მოსამართლეს როგორ ეძინა თამუნა? აი თუ გინდა იგივე თქვენი კოლეგა რამიშვილის განაჩენი მოსამართლეს რომ მიმართა რომ თქვენ განაჩენი გამოგაქვთ მთელი საქართველოსთვის იმ მოსამართლეს როგორ ეძინა გასაგებია თქვენი განწყობა მადლობა ზარისთვის როგორ ფიქრობთ იყო თუ არა სამართლიანი გვანცა ყუფარაძისთვის გამოტანილი განაჩენი 2379994 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი მოვისმინოთ შემდეგი მაყურებლის ვერსია გისმენთ ეთერში ხართ ბრძანეთ გამარჯობა გამარჯობათ დიახ რა მაინტერესებს
უბრალოდ ის ბიჭი ტყემალაძე ნარკოზის ქვეშ ხო არ ყავდა დაძინებული 14 წლის გოგონა 30 თუ რამოდენიმე დარტყმას აყენებდა და ხელს არ ანძრევდა. გასაგებიანი თქვენი პოზიცია რა არის ამ შემთხვევაში? ეს იყო არასამართლიანი. რა თქმა უნდა უსამართლოდ, ეს ხო სასაცილოა. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. შემდეგი მაყურებელია ხაზზე იყო თუ არა სამართლიანი გვანცა ყუფარაძისთვის გამოტანილი განაჩენი გისმენთ? გამარჯობა. რა არის ეს გამოტანილი განაჩენი არის არასწორი. მეორე კიდე ჯერ ის ვაშკაცი შევარცხილი გოგოს როდანაც დაარტყა, თვარ დაურტყია და როგორ აძლევს იმის უფლებას და ადგება გოგოს პატარა ბავშვს, რომ შენ დამარტყი და ნამუსი და სინდისი აქვს, მაგრამ როგორ უნდა დაადგას მიწაზე ფეხი, როგორ უნდა აიღოს ლუკმა და შეჭამოს და როგორ უნდა იარსებოს ამ ქვეყანაზე. კაცობა არ უნდა. გასაგებია თქვენი განწყობა მადლობა ზარისთვის მე შეგახსენებთ გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება გვანცა ყუფარაძის მამა ალექსანდრე ყუფარაძე გადაცემის პირველი ნაწილი გეთმობათ თქვენ გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები პირდაპირ ეთერში მაყურებელია ხაზზე გისმენთ იყო თუ არა სამართლიანი გამოტანილი განაჩენი როგორ ფიქრობთ საღამომშვიდობის გისმენთ გამარჯობა რომელ სამართლიანობაზეა 14 წლის ბავშვი ესე როგორც ვერაგულად გაიმეტეს და 5 წელიწადი ციხეში ჩააგდეს. აი ეს ბიჭი მაჩვენა, რომელიცაც 14 წლის გოგო მოერია და ვერაფერი ვერ უხნა. ეს არის სირცხვილი. ეხ მოხდა რაღაც სხვა, ვიღაცას ფარველობის ქვეშ იყო და შეაწეპეს ამ გოგონას ხელი და ესე 5 წელიწადი ციხეში ჩასვეს. მალადეც მაგარი გოგო ყოლია. მე უთანაგზნობ მის ოჯახს, რომ გამოვიდა და ღმერთს მას უკარგად უმყოფა. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. იყო თუ არა სამართლიანი გვანცა ყუფარაძისთვის გამოტანილი განაჩენი მაყურებელია ხაზზე გისმენთ? გამარჯობა. საღამომშვიდობისა თამუნა. გისმენთ. სამართალის ადვეძებოთ არ ვიცით, ოთარანთ ქრივმა იპოვა სამართალი და 14 წლის ბავშვს რო ასე იმეტებ, ადამიანობა დაკარგული აქვს და მე მჯერა იმისი რომ აი ტყემალაძის ოჯახი ისე გაქრება მიწიდან რომ გამრავლება არ ეღირსებათ ღმერთს გადაუხდის ყველაფერს. მადლობა ზარისთვის შეგახსენებთ 5 წლიანი პატიმრობის შემდეგ გვანცა ყუფარაძე თავისუფალია. მას თანატოლისთვის განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება. ბრალად როგორ ფიქრობთ იყო თუ არა სამართლიანი გვანცა ყუფარაძისთვის გამოტანილი განაჩენი გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. ბრძანეთ გამარჯობა. გამარჯობა გენაცვალე. მე უყურე გადაცემას, როდესაც იმ ბიჭის დედა ამბობდა, რომ მე ჩემი შვილი გადავარჩინე და ის იმ გოგოს თავის მშობლებმა მიხედონა. მაგრამ თავის შვილი კი არ გადაარჩინა, მაგრამ თავის შვილი დაღუპა. გასაგებია თქვენი პასუხი ჩვენს დღევანდელ კითხვაზე უფრო კონკრეტულად როგორ იყო და ჯილიეს ბავშვი. მიღებულია თქვენი მოსაზრება, მადლობა ზარისთვის. შემდეგი მაყურებელია ხაზზე გისმენთ. იყო თუ არა სამართლიანი გვანცა ყუფარაძისთვის გამოტანილი განაჩენი როგორ ფიქრობთ? ეთერში ხართ ბრძანეთ. 2-3-17-9-9 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი მაყურებელი გველოდება ეთერში ხართ გისმენთ. ალო. გამარჯობა. ეხლა მე ვარ. დიახ. გისმენთ. წეღარო გამოვიდა. დიახ. ის ხალი მართალი იყო? ვიც გამართლა? იმას უნდა გაემართოს ესეთი რამე და მე გაიგებს იმათ. ეს მისი მოსაზრება არა, შეხება თქვენი მოსაზრება, რას ფიქრობთ? იყო თუ არა სამართლიანი ეს განაჩენი? არ იყო სამართლიანი რა თქმა უნდა. მადლობა ზარისთვის. მე შეგახსენებთ ინტერნეტ მონაცემებს ამ დროისთვის სულ შემოსული არის 63 ხმა, 76% მიიჩნევს რომ ეს იყო უსამართლო, 12% კითხვაზე პასუხი არ აქვს, 11% მიიჩნევს რომ ეს იყო სამართლიანი განაჩენი. თქვენ როგორ ფიქრობთ, გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება პირდაპირ ეთერში, მაყურებელია ხაზზე გისმენთ. ეთერში ხართ, ბრძანეთ. ეთერში ხართ. ალო. ბრძანეთ გისმენთ, გამარჯობა. როგორი გამოძიება მოსამართლე ყავს და პროკურორები? დიახ. ისეთი განაჩენი გამოიტანეს, ასე რომ ეს ბავშვი დაღუპეს საერთოდ.
ანუ ეს იყო უსამართლო განაჩენი. უსამართლო რა თქმა უნდა. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. შემდეგი მაყურებელია ეთერში. იყო თუ არა ეს სამართლიანი განაჩენი, როგორ ფიქრობთ? გისმენთ ეთერში ხართ, გამარჯობა. გამარჯობა. ფიქრობ, რომ სრულიად უსამართლო იყო. აღმაშფოთებლად უსამართლო იყო. არანაირ ჩარჩოებში არ ჯდებოდა, არანაირად არ შეიძლებოდა მომხდარიყო ისეთი შეუსაბამობები, რომლებიც რასაც ჩვენ გავეცანით და ახლა თავისთავად ცხადია, მოსამართლეებს უფრო მეტი კომპეტენცია უნდა ჰქონოდათ, ხომ ასეა? და აქედან გამომდინარე ეს იყო სრულიად ამაზრზენი განაჩენი. ამ ბავშვს იმედია, რომ ეყო სულის სიმტკიცე და მოვიდა აქამდე. და იმედია რომ იმათ ვინც სული წაიწმინდეს მოეკითხებათ და ისინი როგორ აპირებენ ცხოვრებას. მადლობა ზარისთვის, როგორც იცით, სატელეფონო ზარების მიღების პარალელურად ხმის მიცემა მიმდინარეობს გამოკითხვის ვებგვერდზე. გამოკითხვა წერტილი G იაქტიურეთ მე პერიოდულად გაგაცნობთ ინტერნეტ მონაცემებს. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ, იყო თუ არა სამართლიანი გვანცა ყუფარაძისთვის გამოტანილი განაჩენი? რა თქმა უნდა არ იყო, გამარჯობა. გამარჯობა. რა თქმა უნდა არ იყო. მან შესაძლებოდა მასეთი საჯერის მიცემა 14 წლის ბავშვისთვის. გასაგებია. მადლობა ზარისთვის, შეგახსენებთ გვანცა ყუფარაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა, მას განზრახ მკვლელობის მცდელობით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წლიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა. ყუფარაძე არ აღიარებს ბრალ საქმეს სტრასბურგის სასამართლო განიხილავს, როგორ ფიქრობთ თქვენ, იყო თუ არა სამართლიანი გვანცა ყუფარაძისთვის გამოტანილი განაჩენი. მოვისმინოთ შემდეგი მაყურებლის მოსაზრება. ეთერში ხართ, გამარჯობა. ალო. გისმენთ. ალო. ეთერში ხართ, ბრძანეთ. აგა უკეთესია თვითონ მოსამართლეს ეკითხო ტელევიზიით მართალი განაჩენი გამოვიდანა თუ არა. თქვენ როგორ ფიქრობთ? ამ შემთხვევაში თქვენ პასუხს ვერ მივიღებთ, მადლობა, თუმცა მადლობა ზარისთვის. შემდეგი მაყურებელია ხაზე. იყო თუ არა სამართლიანი ეს განაჩენი, როგორ ფიქრობთ? ეთერში ხართ, ბრძანეთ. გამარჯობა. გამარჯობა. აი ეს არის ამით ნულოვანი ტორილანტობა თუ რა ჯანდაბა. 14 წლის ბავშვს რა უნდა გამოვიდეს იქიდან? აი ეს არის რატომ ეზიზღება საქართველოს და ქართველობა ვერ გავიგე. 6 წელი გაცვეთილი პაკრიშკაზე რომ ახალგაზრდა კაცს 18 წელს მიუსაჯებენ. აი იქ არის და თქვენ გამოდიხართ და იძახით ენდობით თუ არა ამ სასამართლოს. ამათ ვინ უნდება? ეშმაკი რომ ეშმაკია, ისიც აღარ ენდობა ამათ. გასაგებია, მიღებულია თქვენი მოსაზრება. მადლობა ზარისთვის, იყო თუ არა სამართლიანი გვანცა ყუფარაძისთვის გამოტანილი განაჩენი. მაყურებელია ხაზე გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. ბრძანეთ. ეთერში ვარ. ეთერში ხართ, ბრძანეთ. რა თქმა უნდა უსამართლო იყო. დიახ. რატომ ფიქრობთ ასე იქნება, ესეც აგვიხსნათ? კონტაქტი გაითიშა, გაწყდა 23179994 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი, გამოკითხვა წერტილი G არის ჩვენი ვებგვერდის მისამართი. იყო თუ არა სამართლიანი გვანცა ყუფარაძისთვის გამოტანილი განაჩენი. მოვისმინოთ შემდეგი მაყურებლის მოსაზრება. ეთერში ხართ. ქსენოფობი გირეკავთ, ქსენოფობი. გასაგებია. ვერ ახვდებით ეხლა რომ მიეცით ამ ეხლა თქვენ დამიწყებთ რომ იყავით ობიექტური და იყავით თავშეკავებული. რა ობიექტურია თავს გოგორიშვილები და სომხები და ისინი გაბაშვილები და ისინი ზიანიკა. რებს რასაც ვერ ახვდებით რატო ეზიზღება? რატო ეზიზღება რა მტერია შენი ისტორიული? გასაგებია, თუმცა ჩვენი კითხვა სხვა 23179994 არის ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, გამოკითხვა წერტილი G არის ჩვენი ვებგვერდის მისამართი. იყო თუ არა სამართლიანი გვანცა ყუფარაძისთვის გამოტანილი განაჩენი. შემდეგი მაყურებელია ხაზე გისმენთ. ეთერში ხართ, ბრძანეთ. ალო. გისმენთ. ეთერში ხართ. იყო თუ არა სამართლიანი გვანცა ყუფარაძისთვის გამოტანილი განაჩენი, როგორ ფიქრობთ? მოგესალმებით. გამარჯობა. ძალიან რთული არის, რომ ესე შეაფასო სამხრივად ან სამართლიანი იყო თუ არა გადაწყვეტილება, მაგრამ 14 წლის ბავშვისთვის ალბათ გათვალისწინებული იყო რაღაც შეღავათები, რომ მისი მომავალი ცხოვრება არ დაინგრის და ნორმალურად წარიმართოს. ალბათ სადღაც მეტი მობიერება ალბათ იყო საჭირო. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. შემდეგი მაყურებელია ხაზა გისმენთ. იყო თუ არა სამართლიანი გამოტანილი განაჩენი?
2379994 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი, მოვისმინოთ შემდეგი მაყურებლის მოსაზრება. გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობათ. ბრძანეთ. იცით რა არის? მე ამ საქმეზე არაფერი არ ვიცოდი, აი პირველად გავიგე ეხლა, დღეს. მაგრამ აი მზარავს უბრალოდ, რომ ესეთი რამე ხდება. 14 წლის ბავშვს ესე გაუმწარეს ცხოვრება. მაგრამ თუ კი არსებობენ ის ნაძირლები, რომლებმაც იციან, რომ ეს მაგათი ჩადენილია, ეს დანაშაული. და ესე ალხეინად ცხოვრობდნენ 5 წლის განმავლობაში, მე უკვე ძალიან მეშინია ამ ბავშვის თავისუფლებაზე ყოფნის. გასაგებია. რამე არაუტეხონ კიდე ამ ბავშვს. მიღებულია თქვენი მოსაზრება, მადლობა ზარისთვის. სატელეფონო ზარების მიღების პარალელურად, როგორც იცით, ხმის მიცემა მიმდინარეობს გამოკითხვის ვებგვერდზე. იაქტიურად გამოკითხვა წერტილი არის ჩვენი ვებგვერდის მისამართი. მე შეგახსენებთ ინტერნეტ მონაცემებს. ამ დროისთვის სულ შემოსული არის 72 ხმა. 79% მიიჩნევს, რომ განსაკუთრებადისთვის გამოტანილი განაჩენი არ იყო სამართლიანი. 11% კითხვაზე პასუხი არ აქვს. 9% მიიჩნევს, რომ ეს განაჩენი იყო სამართლიანი. როგორ ფიქრობთ თქვენ გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება? ღია ეთერში მაყურებელი ახალზე გისმენთ. ბრძანეთ ეთერში ხართ გამარჯობა. ალო. დიახ. გამარჯობა. გისმენთ. ეთერში ხართ გისმენთ. ნამდვილად დიახ. უსამართლოა ნამდვილად ეს განაჩენი. რა მთავრობაც აქვს, რა სასამართლოც, აი ეს განაჩენიც ეგ არის. ამათი იმედი და ამათი არაფერი არ გჯერა ჩვენ. მადლობა ზარისთვის. მოვისმინოთ შემდეგი მაყურებლის ვერსიაც, რომელიც პირდაპირ ეთერშია. გამარჯობა, გისმენთ? ალო. ბრძანეთ, გისმენთ? ალო. ეთერში ხართ, ბრძანეთ? მოგესალმები, ბიჭიკო. გამარჯობა. რომელ 2379994 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. მე გავიმეორებ ასევე გამოკითხვის ვებგვერდის მისამართს. გამოკითხვა წერტილი არის ჩვენი ინტერნეტ მისამართი. აქტიურად მაყურებელია ხაზზე გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა გენეცვალე. არ არის სამართლიანი ეს განაჩენი, რატომ იცით? აი ასეთი სისასტიკით ეს გოგონა თუ მოიქცა, ეს უნდა ყოფილიყო ფსიქიურად დაავადებული, ხო? ხო უნდა ყოფილიყო, ამას სხვანაირად როგორ იქნებოდა? ანუ თქვენ თვლით, რომ ეს იყო უსამართლო განაჩენი? იყო უსამართლო და ეს ნამდვილად იყო უსამართლო და ეს გოგონა დაღუპული არ არის გენეცვალე. ეს 10 თავით მაღლა დგას თავისი სულიერი სიმტკიცით. ჯერ ბავშვმა, რომელმაც არ აღიარა დანაშაული, ვაჟკაცები ტყდებიან და აღიარებენ იმას, რაც არ ჩაუდენია და ეს გოგო არ ვიცი, ამ გოგოს სულიერ სიმტკიცეზე არ ვიცი. გასაგებია. ლაჩარია. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. იყო თუ არა სამართლიანი გვანცა ყუფარაძისთვის გამოტანილი განაჩენი. მაყურებელია ხაზზე. გამარჯობა. გამარჯობათ. გისმენთ? ალო. ეთერში ხართ, ბრძანეთ? იცით რა, მეტნაკლებად ვიცი ამ საქმის შესახებ, წაკითხული მაქვს გაზეთებიდან, პრესიდან და ინტერნეტით. იცით რა, პასუხი უნდა მოეთხოს სკოლის მასწავლებლებსაც და დირექტორს, რომლებმაც იცოდნენ ამის შესახებ და დამალეს. ეს მოხდა სკოლის ტერიტორიაზე და ყველამ ძალიან კარგად იცოდა ყველაფერი და არ აღიარეს სიმართლე, ამიტომ მათაც უნდა მოეთხოს პასუხი. ეს იყო არასწორი განაჩენი და გოგონა აი სრულიად უდანაშაულოდ იჯდა ციხეში. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. მე შეგახსენებთ ინტერნეტ მონაცემებს. ამ დროისთვის სულ შემოსული არის 83 ხმა. 79% მიიჩნევს, რომ ეს არის უსამართლო განაჩენი, 9% მიიჩნევს, რომ ეს იყო სამართლიანი, 10% კითხვაზე პასუხი არ აქვს. მე შეგახსენებთ, გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება გვანცა ყუფარაძის მამა ალექსანდრე ყუფარაძე. ჩვენ სწორედ სტუმართან ერთად დავბრუნდებით. გამოკითხვა პირდაპირ ეთერში ჩვენ სტუმართან ალექსანდრე ყუფარაძესთან ერთად ბრუნდება. ბატონო ალექსანდრე, მოგესალმებით, მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით.
ბატონო ალექსანდრე, თითქმის ყველა სმენია ამ გახმაურებული საქმის შესახებ, თუმცა მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რა გარემოებების გათვალისწინებით იქნა ეს ბრალდება გამოტანილი, როგორც ვიცით, თავიდან გამოძიების პროცესში დანაშაულის ჩადენის რამდენიმე ვერსია განიხილებოდა. ბატონო, მოგახსენებთ, თავიდანვე გამოძიება შეგნებულად დადგა მცდარ გზაზე. აღიკვეთა ყოველგვარი საშუალება იმისა, რომ რეალური დამნახავი მოწმე, რომელიც იყო მცირეწლოვანი, რომ მისი დაკითხვა მომხდარიყო. ამიტომ შეძლეს პედაგოგებმა, რომლებიც მოწმეებად წარსდგნენ სასამართლო პროცესზე, ამ ბავშვის გამოკითხვა დეტალურად აღწერა, როგორ დაინახა ამ პატარა გოგონამ დაზარალებული ტყემალაძის მიყვანის პროცესი როგორ დააწვინეს ის კალათბურთის ფარის ძირში და მის შეძახილზე გაიგო პედკოლექტივმა. მერე მოხდა ამ ბავშვის დახმარება, შემდგომში სამედიცინო დახმარება, გამოიძახეს სასწრაფო და გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში. მაგრამ ამ პროცესების მიღმა არსებობს კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ყოველთვის წინა პლანზე უნდა იყოს წამოწეული, რომ იმის მაგივრად, რომ გამოეძახებინათ პოლიცია. დიახ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ პოლიციას არ გამოუძახა გულისხმობ პატრულს და გამოიძახა მისი სკოლის კურსდამთავრებული, რომელიც გაყოფილებაში მუშაობდა. რა გარემოება განიხილა ბატონო ალექსანდრე სასამართლომ? სასამართლომ არ განიხილა მოწმის არ გაითვალისწინა დაცვის მხარის არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა გვანცაყუფარაძის ჩემიშვილის უდანაშაულობას და აბსოლუტურად მხოლოდ დაეყნო ერთადერთ ბრალდების მხარის, ესე იგი დაზარალებულის ჩვენებას, რომელიც ყადებდა ხელს. მხოლოდ ეს, მეტი არაფერი, არ არსებობს რეალური მოწმე, რომელიც ალო? ისმენთ ეთერში ხართ. არ არსებობს რეალური მოწმე, რომელიც დაადასტურებდა ჩემიშვილის ბრალდეულობას. მაისისა ყველა მოწმე საუბრობდა იმას, რომ ან საერთოდ არაფერი გაუგონიათ ამის შესახებ, ან კიდე გაიგეს ტელევიზიით და პრესის საშუალებით. ბატონო ალექსანდრე, როდესაც დღეს ამ წუთებში მაყურებელი გვიყურებს და ალბათ უჩნდება კითხვა, ვინ იყო დაინტერესებული და ვინ არის დაინტერესებული გვანცაყუფარაძის პატიმრობით და რატომ? პირველ რიგში დაინტერესებას ასეთი კუთხით დაინტერესებული ის არის, ვინც ჩაიდინა კრიმინალური დანაშაული. მე ასე ვფიქრობ, როცა დანაშაულის ადგილიდან სისხლის კვალს აქრობ, შეგნებულად შლი კვალს, გამოძიება შეკავს შეცდომაში და ცდილობ სკოლის ადმინისტრაცია ცდილობ, რომ ბავშვი მოყვანილია დაჭრის მერე და შემოგდებულია სკოლის ტერიტორიაზე. დიახ. ამ ვერსიის წინაპლანზე წამოწევა ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაცია იყო უშუალოდ დაინტერესებული, რომ მათ სკოლაში ფაქტი არ დაფიქსირებულიყო დაჭრის პროცესზე. მაგრამ შეღწევა მოხდა სკოლაში, სკოლის ტერიტორიაზე. აი ეს არის რა, მე ადრეც მაქვს ნათქვამი და ეხლაც მე უფრო რომ კლასში როდესაც ზიან ბავშვები დაცული არავინ არ არის ამისგან რომ ურთიერთ რაღაცა მოხდეს უცბად ან ციგნი ჩაარტყას ან კალამი და რაიმე დაზიანება მიაყენოს თანატოლს. მაგრამ აქ არის დასული ადამიანის სკოლის ტერიტორიაზე შეღწევა, რაც უშუალოდ ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. ორივე შემთხვევაში არ აყენებს ამ პასუხისმგებლობას ბატონო ალექსანდრე. იქ ესე იგი პასუხისმგებელია ადმინისტრაცია სკოლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სკოლის პერიოდში, პროცესში, გარეჩე პირებისგან დაცვისგან, როგორც მოწაფისა, ისე პედაგოგისა. აი ეს არის დაუცველი ტერიტორია, ღია, მიტოვებული, საერთოდ ისეთი მდგომარეობა გადაღებულიც არის იმ პერიოდისათვის ის ტერიტორია და ნარკომანიის ბუდეთ იყო ქცეული და ამას მოერიდნენ რა. გასაგებია და საზოგადოებაში გავრცელებული ვერსიით ამ საქმეში ფიგურირებს ასევე ძმები კუბლაშვილების გვარიც.
თუ ჩავთვლით რომ ნაწილიც ამას აცხადებს თუ ჩავთვლით რომ კუბლაშვილი როგორც მოსამართლეს რა თქმა უნდა ფიგურირებს იმიტომ რომ მისი გადაწყვეტილებით და მისი აბსოლუტურად ხარდამჭერით მოსამართლე ვერ გამოიტანა რეალური განაჩენი ადეკვატური განაჩენი რაც საქმის მასალებში არის შეუძლებელია რომ მასალებში რომელიც ამტკიცებს ცალსახად არის, ნათლად არის ასახული, რომ დანაშაული ჩადენილია ორი სხვადასხვა სიგანის ჭრელი მჩხრეტავის საგნით და დააბრალო ერთს, მაშინ ვიღაიჭერდა ამ პიროვნებას. რატომ არ მოხდა მის მიერ რეაგირება, ქათამსაც რო კლავ, ქათამიც კი ფართხალებს და შეუძლებელია 33 ჯერ ცოცხალ ადამიანს ჭრილობა მიაყენონ და ის იდგეს და გიყურებდეს. გასაგებია და მაშინ რატომ არ აღიარა თავად დაზარალებულმა და დაზარალებულს მხოლოდ მეხუთე დღეს ათქმევინეს მრავალი ვერსია მუშავდებოდა სკოლის ადმინისტრაციასა და გამოძიებას ერთობლივი შრომით მაგრამ ყველა ეს ვერსია რატოღაც პროკურატურამ არ გაითვალისწინა იყო სიუჟეტი იმისა ტელეკომპანიამ ზის ზერაში გასული რომ თითქოს კვანცას იყო არატრადიციული ორიენტაციისა და კონკურენციის მიზნით მოშორება სურდა კონკურენტის ტყემალის ეს უკრეხლობა უფრო ვიდრე პედაგოგის პირიდან ამოშვებული სიტყვები და ამისადან პედაგოგებს სკოლაში რა უნდათ 14 წლის ბავშვს ეხლა ყოველდღე დაუშვებელია ასეთი ვერსია და პროკურატურამ ეს უფრო ნიჭიერები აღმოჩნდნენ პროკურატურაში რომ ვერსია საერთოდ ტაბუ დაადეს და გასაგებია ბატონო ალექსანდრე ამ წლების განმავლობაში თავად ოჯახის წევრების მიმართ თუ იყო ან მუქარა ან უბრალოდ პროვოკაცია სხვათა შორის მე გეტყვით ერთ რამეს რომ აი მე მსმენია ყოველთვის რომ ოჯახის წევრებზე მუქარა ზეწოლა ამაზე მეტი ზეწოლა რა უნდა ყოფილიყო ერთადერთი შვილი წამართვეს 14 წლისა ბავშვი მე მის გარდა არავინ არ მყავს და მიუხედავად იმისა რომ მე სამართლებრივი ბრძოლა არ შემიწყვეტია ეს ბრძოლი არ მახსოვს ფაქტი ზარიც კი იმისა რომ ჩემზე რაიმე სახის ზეწოლა ყოფილიყო ან თუმცა მე წავიკითხე პრესაში ინტერვიუ როდესაც თქვენაც ხადებთ რომ თავად მოსამართლის მხრიდან იყო ესეთი ფრაზა რომ იმ შემთხვევაში თუ გვანსაყუფარაძე არ არის დამნაშავე ალბათ თონიკე ტყემალაძე იყო სიკვდილის ღირსი იყო თუ არა ეს ასეთი რამ პრესაში წავიკითხე კი ასეთი რამ არის მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ ეს პროცესი იყო დახურული ხელმაზე მოსამართლე მხოლოდ დაცვა ისრებოდა ბრალდებული ჩემი შვილი და მე როგორც კანონიერი წარმომადგენელი და იკითხებოდა ამ პერიოდში ჩემი მეუღლე და როგორც მოწმე და თუ თქვენ იცით რომ რატომ ხართ გაჩვენებული თქვენ იცით რომ თქვენი შვილი უდანაშაულო და აბრალეს მე თქვენ ალაზზე მოკლავდიო და ეს უკვე პროვოკაცია იყო სასამართლო პროცესზე მოსამართლე ამას რო გეუბნება უკვე უნდა გქონდეს იმისი საშუალება რომ ესე პროვოკაციას გიწყობდნენ ამიტომ ესეთი სიტყვები მოსამართლისგან ყოველდღე მიუღებელია. გასაგებია და ბოლო კითხვა რაც მინდა გკითხოთ, რეალურად იყო თუ არა შანსი იმისა, რომ გვანცა ვადაზე ადრე გათავისუფლებულიყო და შესაბამისმა კომისიამ რატომ არ გაითვალისწინა ეს? ფაქტიურად მე გეტყვით, რომ ნურავის ნუ ექნება იმედი იმისა, რომ რაიმე კომისია არსებობს დღევანდელ ხელისუფლების მიერ და ეს ყველაფერი არის ქაღალდზე, ფურცელზე, თვითონ კანონშიც კი მრავალი მუხლი ისეთი, რომელიც არსებობს ეს არის ევროპაზე გათვლილი ევროსტრუქტურებისთვის რეალობაში კი ეს არაფერი არ მოქმედებს არც ვადამდელი განთავისუფლება არც აი ხო ჯონდი ბაღათურია ითხოვს პროექტით შემცირებას რა მნიშვნელობა აქვს იმ ვადის შემცირებას როცა რეალურად არ განხორციელდება სანიმუშო ყოფაქცევის დახასიათება მიცემულ ბავშვს რომელმაც რეალურად ვისთანაც იზრდებოდა და ვინც მის ესე ციხის ადმინისტრაციულ გაცემულ სანიმუშო ყოფაქცევაზე ეს სამინისტროში კეთდება თურმე როგორც გავიგეთ შემდგომში წინასწარი გადახედვას საქმეებისა და ხელოვნურად იზრდება ბარიერები რომ ასეთი სანიმუშო ყოფაქცევის ბავშვები არ მოხდონ დამატებითი პაემანი თუ არის უარყოფითი
თუ სანიმუშო ყოფა ქცევა არ იყო აროფით ეს ყველაფერი და მოსამართლებ გაძლევს ასეთ პასუხს და არც სასამართლოში ნუ რა ვინ წახვალ სასამართლოში ფულის გამოძალვის ეს ადმინისტრაციულ სასამართლო რომ არის მე ვიყავი იმ ადმინისტრაციულ სასამართლოში 100 ლარი წაიღეს და ასეთი არაადეკვატური პასუხი მომწეს თუ კომისია შინაგანი წმენდით გადაწყვეტს რომ შავი თეთრია ესე იგი უნდა დავირწმუნო და მე ამას ჩარევის უფლება ეს არის ჩვენი სასამართლო. გასაგებია ბატონო ალექსანდრე და ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა მადლობა სტუმრობისთვის მე მაყურებელს შევახსენებ ჩვენი სტუმარი იყო გვანცა ყუფარაძის მამა ალექსანდრე ყუფარაძე მე შეგახსენებთ სატელეფონო ზარების რაოდენობა სულ დღეს მივიღეთ 30 პასუხი. ერთი მაყურებელი მიიჩნევს რომ ეს იყო სამართლიანი განაჩენი 25 მაყურებელი მიიჩნევს რომ ეს იყო უსამართლო 4 მაყურებელს კითხვაზე პასუხი არ ქონდა მე შეგახსენებთ ასევე ინტერნეტ მონაცემებს ამ დროისთვის სულ შემოსული არის 83.79% მიიჩნევს რომ გვანცა ყუფარაძისთვის გამოტანილი განაჩენი არ არის სამართლიანი 9% მიიჩნევს რომ სამართლიანია 10% კითხვაზე პასუხი არ აქვს მე მადლობას გიხდით აქტიურობისთვის გამოკითხვა არის გადაცემა სადაც ჩვენ გისმენთ თქვენ და ორ შაბათამდე გემშვიდობებით